დღეს პროტესტის 49 დღეა და რუსთაველის გამზირი ტრადიციულად მოქალაქეებით არის სავსე. დღეს პროტესტი მოქალაქეებმა დღის 3 საათიდან დაიწყეს, როდესაც პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ და შეუერთდნენ ამ საყოველთაო გაფიცვას. შემდგომში კი საკუთარი სამსახურებიდან, როდესაც გამოვიდნენ გარეთ, დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან უკვე მსვლელობით გადმოინაცვლეს სწორედ პარლამენტის შენობასთან, სადაც ტრადიციულად საპროტესტო აქცია იმართება და ახლა გრძელდება. რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი, მოქალაქეებით არის სავსე, მოთხოვნები არის კვლავ უცვლელი, ეს არის ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში და რეჟიმის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ჩვენ ახლა გავესაუბრებით მოქალაქეებს, რომლებმაც დატოვეს დღეს საკუთარი სამუშაო სივრცე იმისათვის, რომ გამოეხატათ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი. ასეთია ერთ-ერთი, ნათია ტაბლიაშვილი, მოგესალმებით, თქვენც დატოვეთ თქვენი სამუშაო სივრცე წინა დღეების სხვა დღეების მსგავსად. თქვენ დღეს არ ყოფილხართ თქვენს სამსახურში. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ თქვენ ამ პროტესტში მიგიღოთ მონაწილეობა და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ოცნების დემონტაჟი არის დაწყებული. ჩვენ რასაკვირველია შევუერთდით საყოველთაო გაფიცვას, შევაჩერეთ რეპეტიციები. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს რამოდენიმე ფილიალი, გავაჩერეთ რეპეტიციები, შევუერთდით ამ საყოველთაო გაფიცვას. ჩვენი მოთხოვნა არის უკანონო პატიმრების განთავისუფლება და აუცილებლად ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. აი პროტესტის 49 დღეა და თქვენ წინა დღეებშიც ხედავდით საპროტესტო აქციებზე იმ დაშინების, ზალადობის და ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ოლიგარქის პარტია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. აი როგორ ფიქრობთ, დაიღლებით, გაჩერდებით, თუ გააგრძელებთ პროტესტს ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ქვეყნის მომავლის სასიკეთ? რასაკვირველია, ვერანაირი მუქარა, ვერანაირი შანტაჟი, დაშინების მცდელობა და დაშინება ვერ შეგვაშინებს, ვერ გაგვაჩერებს. ანუ მართლა არ გვეშინია ხალხო, არ გვეშინია და არ ამგონია, რომ ხალხის ძალას წინ რაიმე აღუდგეს. ვიბრძოლებთ ბოლომდე და სანამ არ მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ჩვენ გვინდა, არ გავჩერდებით. მადლობა ძალიან დიდი. ასევე ჩვენთან ერთად იმყოფება გოგა ხატიაშვილი, რომელსაც გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში. გოგა, საღამომშვიდობისა. ხედავთ პროტესტის 49 დღე არის სრულიად განსხვავებული. გაიფიცა საქართველო, გაიფიცა იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვან, ხო, ამ მოქალაქეებმა. დღის 3 საათიდან 6 საათამდე დიდი ბიზნესები, მათ შორის იყვნენ უფუნქციოდ დარჩენილები, არ ემსახურებოდნენ მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში, ხომ? ახლა ვხედავთ, რამდენი ადამიანია აქ. რაზე მიანიშნებს აი ეს ყველაფერი, პროტესტის ეს ხარისხი და მასშტაბი? კი, ფაქტობრივად მშვიდობიანი პროტესტი იღებს ახალ ფორმებს და დღესაც ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ეს საპროტესტო აქტი გაფიცვის სახით და რა თქმა უნდა, ყველა ეს პროტესტი, რომელსაც აქვს მშვიდობიანი ფორმა, მიმართულია ერთი მიზნისკენ და მოთხოვნისკენ. ეს არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც სრულიად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ სამართალდამცველების პასუხისმგებაში მიცემა, რომლებიც ესე სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და მათ მიმართ გამოიყენეს წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. აი გოგა, 300-ზე მეტი ადამიანია ნაწამები, ხომ? 300-ზე მეტ ადამიანს გაუსწორდნენ ფიზიკურად საპოლიციო ძალები. თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ დასჯილ ძალოვანს, ვერც ერთ დასჯილ სპეცრაზმას, თუმცა ვხედავთ მედიის წარმომადგენლებს დასჯილს, ვხედავთ ადამიანებს ციხეში, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისთვის და ქვეყნის მომავლისთვის, ხომ? კი, ძალიან აშკარა არის, რომ ჩვენ ვხედავთ შერჩევითად გამოყენებულ მართლსაჯულებას, როდესაც ფაქტობრივად ხელისუფლების ყველა უწყება იმართება ერთი პარტიის, ერთი ადამიანის
მიერ და აღარ არსებობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლებსაც ამ პროცესში ექნება დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. საუკეთესო შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანო მხოლოდ ფორმალურად იწყებს გამოძიებას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი პირი არ მიცემულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს ორ რამეზე მიუთითებს ერთი მხრივ იმაზე, რომ ეს ზალადობა არის თავად ხელშეწყობილი ქართული ოცნების მხრიდან და მეორე მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან წახალისებულები, მათ აქვს დაუსჯელობის სინდრომი. ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ ასეთი აქციების დროს ისინი კვლავ განაგრძობენ ზალადობას, იმიტომ რომ ერთგვარი მწვანე შუქი აქვს მათ ზალადობას ანთებული. და ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ რეპრესიების ფაქტობრივად ახალი ფორმა, როდესაც ხდება ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება და მყისიერად ხდება ასეთ შემთხვევებზე რეაგირება, როდესაც ამის პარალელურად ჩვენ გვყავს ათობით დაზარალებული, ესენი იქნებიან თავად სამართალდამცავი უწყებების თუ არაფორმალური ჯგუფების მხრიდან დაზარალებულები, მაგრამ მათზე გამოძიება წინ ვერ მიდის და არც ერთი პირი ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიცემულა. მადლობა ძალიან დიდი, თქვენ ისმენდით უფლებადამცველს გოგა ხატიაშვილს პირდაპირ ეთერში. ასეთია რუსთაველის გამზირზე არსებული ვითარება, მოქალაქეები კვლავ გამოხატავენ საკუთარ პროტესტს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის პროტესტის 59 დღე და როგორც თქვენ მოისმინეთ მოქალაქეებისგან, პროტესტი არ შეჩერდება იქამდე, სანამ არ იქნება ორი მთავარი მოთხოვნა შესრულებული. ეს არის ხელახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.